გამარჯობა. საღამომშვიდობის. როგორ ხართ? როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ? როგორ ძანდებით? როგორ ხართ? აი იმას ვიძახოთ, რომ წეღანა სუსვედით ერთ ბლოგერს ლაივი ქონდა ჩართული, რა ვიცი, როდის ჩართო, აღარ ვიცი. და ის არის, რა ქვია, კალორიების იმაზე, რა ქვია. ChatGPT-ს უნდა კითხო. კითხო, კალორიების ისაო, ყველაფერიო. ახლა, აი ხალხო შეიძლება ჩამითვალოთ რაღაცა შტეია და სულილია და ყველაფერი თუ იმას ვკითხეთ. რაღაცა ეს შტერობა. ხელოვნური ინტელექტს თუ ყველაფერი ვკითხეთ. ჩვენი ტვინები არ გამოშტერდებით ხალხო. არ იმას აშვება. არის რეაგირებს, აი რა საჭიროა კალორიების დათვალას. სიტყვაზე ავიღოთ კალორიების დათვლას. ადრე კალორიებს ხო იკითხეთ. კალორიები იმას რაღაც ვკითხო ChatGPT-ს, როცა კალორია იმებზე აწერია ხოლმე რა ქვია. ხო, ყუთებზე. ხო. პაჭკებზე. ხო. და ჯერ ეგეთ ChatGPT-მ არ არის ეგეთი განვითარებული, ჯერ რომ ეგრე კარგად გიპასუხოს ქართულად. ჯერჯერობით ქართული კარგად არის მაგან. ხო და ელემენტარული თუ ყველაფერი ChatGPT-ს ვკითხო, კალორია ჯერჯერობით იმდენი რაღაც არის. სიტყვაზე ავიღოთ. აი ის ერთი პომიდორი შეჭამე, ერთი კიტრი შეჭამე თქვათ. ორი ცალი კვერცხი შეჭამე დილით, ორი ცალი რაღაც ხო, ელემენტარული სიტყვაზე მაგ. ყველაფერი თუ იმ ChatGPT-ს მე კვებაზე მარტო არა მაქვს. მას სულ გამოშტერდებით ხალხო, გამოვლენჩდებით. არ შეიძლება ყველაფერი ChatGPT-ს როგორ უნდა კითხო მართლა ყველაფერია. კალორიების დათვლა და ისა და ის. ისაა რა ქვია. ვიღაცამ დაწერა იმაში. რა ქვია. Facebook-ს ჯგუფში ერთ-ერთი ჯგუფია რაღაცა და წერენ ხოლმე იმეებს რაღაცებს. ხო და ერთ-ერთმა დაწერა რომ სკოლაში რო სანამ იმას იზავდაო რა ქვია. დამთავრდებოდაო. კითხეთ ChatGPT-ს რომ დავალება იმას ავქენით რო ქვია. მიცეს ჩვენ ვერ გავიგეთო და ChatGPT-ს ვკითხეთო. ჩამოგვიწერაო ისინიო პასუხებიო თურმე სკოლაში მივიდა ეს ბავშვი და ორიანი მიიღო. მიიღებდა არასწორად უთხრა. არასწორი ისე დაუწერა. ყველაფერი თუ ერთიც გლახა ადამიანი კი მესმის რაღაცაში შეიძლება გამოიყენო, რაღაცაში იმოშობა, მაგრამ აი ესე უაზრო რაღაცის კითხვა კალორია რამდენს და გიწერს ახლა იმკა იქნება ის დაგიწეროს ერთოთ არ ჭამო არაფერიო უნდა მიყვე? ხო. ჰა? შენი ტვინი რისთვის არსებობს? მით უმეტეს ერთი ცალი პომიდორში რა კალორია იქნება ისეთი გიორგი რომ პომიდორს რა კალორია არა აქვს, ბოსტნეულია პომიდორი. ხო, რას ბოდა? კიტრში რა კალორიაა? ცხიმი იმას არა აქვს? არაფერი იმას არა. იმას ის წყარიელა წყალია, ხო, ელემენტარული. რა კალორია აქვს ახლა ცხიმი? კი, მესმის კარაქი, მესმის ის რა ქვია, რძე, მესმის არაჟანში, მესმის შეიძლება კალორიები აქვს მაგას. და ელემენტარული რაღაცა კალორიები აქვს. ერთი ცალი ფილა შეჭამო, ერთ ფილა კალორიას, ერთ ფილას, აი გადატეხო, ნატეხს. არაფერი კალორია არა აქვს იმას. კალორიების დათვლა კი არა. კალორიების დეფიციტი ზოგადად ისედაც სულ არ დაითვალო, ისედაც დიეტაზე რო ხარ კალორიების დეფიციტი გაქვს. ისედაც ხდები. ხო, კი. კალორიების დეფიციტი რო არ კონდეს, ფიზიკურად ვერ გახდები. ხო. და ყველა კიდე ის ნუ გახდა რა ქვია. ყვების კოუჩი არა, ელემენტარული სიტყვაზე ავიღოთ გიორგი. წაიღეს უკვე ტვინი დავიღალე. მე ჩემამდე კი არა. შეიძლება შენ გიხდება ის რაღაცა აი ესეთი რაღაც, ხო, ელემენტარული სიტყვაზე. მე არ მესმის, მე არავის არ ვეუბნები რომ აი ისე ქენით, ესე ქენით. ვის როგორ უნდა ისე გააკეთებს, ხო, მე ჩემი საქმე არ არის. მაგრამ იცი რა არის? შეიძლება ის კვება შენ გიხდება, თქვათ სიტყვაზე გიხდება და სხვათა შორის აი მოგიხდა. იქნება სხვას არ იმას. უექიმოთ და უანალიზოთ და უიმისოთ. ექიმთან მიდი. ChatGPT-ს კითხე ყველაფერი. ხო. კი, ახლა ChatGPT მიკონტროლოს რა ვჭამო და რა დავლიო. ხო. ტვინი ხო და ეგ არის სისულელე. ამორი ცხვილი ხო არა გაგრო ChatGPT-ს
კითხო ის რა უნდა ვკითხო ChatGPT-ს ყვება უნდა ვკითხო კალორიები ბოდიში ამ კალორიები იმასაც ChatGPT-ს წავიკი ჩაუწერ ტუალეტში წავიდე თუ არ წავიდე ხო ესე იგი ეგრე გამოდის რომ ელემენტარული ყველაფერი კითხეო რა იგი ყველაფერი უნდა კითხო ჯერ ეგეთი ხალხს არ უნდა მოუწოდო რაღაცა იმეების ის არა ქვია ChatGPT-ების და რაღაცა დებილობების გამოყენებისკენ ეგ არის მოუწოდებ ხალხს არ არ უნდა მოუწოდო არაფისკენ კაცო უნდა მოუწოდო სიკეთისკენ და უფალი რასაც გეტყვის უფლისკენ უნდა მიუწოდო ChatGPT გამოიყენო ChatGPT შენ იმას რა ქვია მაგალითს აძლევს სხვას რომ გამოიყენოს ChatGPT და თვითონ აღარ იაზროვნოს და აღარ დაატანოს ტვინი არაფერზე ხო ემაგას მოუწოდო ის კალორიების თულა ადვილია სულ არ გინდა ChatGPT და რაღაცა ელემენტარული იმდენი რაღაცა იყიდება კალორიები დაითვალა კალორიები ზედოე სიტყვაზე ავიღოთ ხო სიტყვაზე ავიღოთ აწონე 100 გრამი ჭამე 200 გრამი ჭამე 300 გრამი სასწორი რო ქონდეს მაგალითად ეხლა მე რო სასწორი მქონდეს დიდი სემომი ვიყიდი იმსა ავწონე იმ 200 გრამი არაფერი არ არის საჭმელი ხო თქვა აწონაც არ გინდა და ჭამე ცოტა ხო და იმას საკენი რა ქვია ნორმალურად აი მაგალითად მე რო 18 საათიანი ეხლა რაღაცა ავილიე ვეღარ ვაკეთებ რავი რატომღაც თან ის არის ისა და ყველა ყვების კოუჩი გამიხდა ტვინი კალორიები აი მაგალითად 18 საათიანი დიეტა მაგალითად მე ძალიან მომიხდა მაგრამ ვერავის ვერ მოუწოდებ იმიტომ რომ იმას შეიძლება სულ არ მოუწოდეს შეიძლება იმას 18 საათიანი ყვება კი არა საერთოდ 6 საათის მერე არ უნდა ჭამო რო იძახიან 6-ის მერე კი არა 7-ის მერე არ უნდა ჭამო ო რა ვიცი რა მე რა მიკითხება 6-ის მერე კი არა 7-ის მერე არ უნდა ჭამო ვის რა გორ უნდა ისე იკვებება და გინდა ChatGPT-ს ეკითხებიან მაგრამ უბრალოდ არ უნდა აუ მიუწოდოს ეგ არის ესე იგი ChatGPT-ს რო კითხოთ ყველაფერი დებილები ყოფილი ვართ და არაფერი შეგვიძლია აზროვნება არ შეგვიძლია ხო ხო კომპიუტერია ის იგივე რა რობოტია დედა რაღაცა რობოტი და რობოტს როგორ უნდა კითხო ყველაფერი კაცო ხო მართალი ისედაც ის არის ყველაფერში ის ხელოვნური ინტელექტი დაამატეს ტელეფონებშიც კი და ეხლა შენ რომ მოუწოდო რომ ChatGPT გამოიყენო იხმარე არა გამოიყენე ნეო როგორ შეიძლება რაღაცაზე რომ მოუწოდე რაღაცა ყვების იმას ჩამოგითulis იმას რაღაცას ცხრილს დაგიწეს შეიძლება თვითონ ChatGPT-ში რომ შედიხარ საიტზე აწერია რომ გადახედეს სტატისტიკა შეიძლება შეეშალოს თვითონ იმათ უწერიეთ ხო და შეიძლება სულ და ჯერ ესეთი კიდე ChatGPT და Gemini თუ რაღაცა არის კიდე მეორე მაგნაირი მსგავსი არ არის ჯერ კარგად განვითარებული იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა შეეშალოს და არასწორად იმას აკეთებს და ჯანმრთელობის პრობლემა შეგიქმნათ კი და არავის არ უნდა მოუწოდო კიდე აი გასახდომი რაღაცეებზე რო არის რეკლამები და აი მოუწოდებენ იმაში შაისხი იმაში ეს გააკეთე იმაში არაფრით არ შეიძლება TikTok-ში არის ერთი ქალი რა ვიცი მე თუ ეგრე მართლა ძმარი და ძმარი ეგრე ამართლებს თვითონ რატო არის იმსისქე არ ვიცი მართლა ერთი ეკიმის თქმის არ იყოს სხვას მოუწოდებს და თვითონ ბამბაოზივით არისო და თუ თვითონ თავისი მეთოდი მართალია თავისი მეთოდი თუ ამართლებს თვითონ რატო არის ამკერა და სხვას მოუწოდებს ძმარი უნდა დალიო და როგორ ძმარი დალიო კურთს არ გააღიზიანებს სულ ჯამთელი ძმარი და ლიმონიო ეს სულ ჯამთელი ორგანიზმი ქონდეს ძმარი ყოველ იმაზე დალევა შეიძლება ყოველ დილაზე საჭმლის ჭამის ისავ რა ქვია არა საჭმლის ჭამამდეო უნდა დალიოთ ძმარიო ვაშლის ძმარი რა მნიშვნელობა აქვს წყალგარეულიო მაინც მნიშვნელობა არ აქვს თუ ამართლებს თვითონ რატო არის ამკერა რავი არ ვიცი გიორგი რა ვიცი მე ყველაზე ნაღდი არის მიდი კოსმეტოლოგი რა შუაშია კაცო დიეტოლოგთან და ის ვინც კომპეტენტური არის კომპეტენტური ვინც არის და დაგიდგენს ის ყვებას იმას იმან იცის იმის არ იყოს ყველა მეგისწავლა ვითომ ის არა ქვია ყვების კოუჩი გახდას ყველა მაგრამ პრინციპში არც არაფერი არიან და ფულს აკეთებენ ტყუილა ხო რა ტყუილა დაკეთებენ ფულს ხო მე ბევრი შემოთავაზება მგონია ბევრს მოუწერია მაგრამ ბევრი მიმილანწია კიდე სხვათა შორის იმიტომ რომ ფულს აკეთებენ სპეციალურად
და არც არაფერი. სხვისი ჯანმრთელობის იმაზე რა ქვია, ხარჯზე აკეთებენ ფულს. არ უნდა შეერგოს ეგეთი გაკეთებული ფული მერე იმას. სხვისი ჯანმრთელობის ხარჯზე, რაც უნდა გავაკეთო ფული. შეიძლება დავჯდეთ და მოგიწოდოთ რაღაცეებზე, ხო? მაგას რა უნდა? დავიღო ფული. მაგრამ არ გავაკეთებ. იმიტომ რომ სხვისი ჯანმრთელობა შეიძლება შეერგოს. ჩვენ რეკლამა ქონდა გასახდომი რაღაც ის. გასახდომი იმის რეკლამა მომივიდა. ყავის თუ რაღაცეების. შემოგთავაზა ეს რა? გასახდომი ყავის კი არა, გასახდომი წამლების რეკლამა. ჯერ ეგეთი არ მინდა რომ ეგ საერთოდ არ მინდა რომ მე თვითონ გამოვიყენო, მაგის გამოყენება მე თვითონაც არ მინდა. და მე კიდე თქვენ რომ მოგიწოდოთ. და სანამ თქვენ მოგიწოდეთ რაღაცას, მე თვითონ უნდა გამოვიყენო და თუ ჯანმრთელობის პრობლემა მე შემექმნა, თქვენ რაღაცზე უნდა გითხრათ. არავის არ უნდა მოუწოდო არაფერი. შენ გიხდება. მაგების დალევა არ შენ გიხდება, იმას არ უხდება. ელემენტარული ყველა ადამიანს ყველას ერთნაირი ორგანიზმი არ აქვს. კი, ორგანიზმი ღვიძლი ყველას ერთნაირი აქვს. ადამიანს აქვს, მაგრამ ინდივიდია ყველა ადამიანის ორგანიზმი. რა თქმა უნდა. ზოგს უხდება, ზოგს არ უხდება. ზოგს იმოშვება, ზოგს არ იმოშვება და რატო უნდა ავნო შენი უმსგავსო რაღაც. პირიქით დაკლების მაგირად უარესად იმატებენ ზონაში და უარესად იმართებათ. ხო. ერთიანად ჩამოდიან. კი, შეიძლება ამართლებს, ერთიანად ჩამოდიან, ერთიანად იკლებენ, მაგრამ უფრო ორი იმდენს იმატებენ მერე. რა შეიძლება? მუდმივად კიდე მაგას ვერ იზავ, ვერ დალევ და ვერ გააკეთებ. და ChatGPT-ს კიდე ნამდვილად არ უნდა კითხო ყველაფერი. იმიტომ რომ ჯერ ისე არ არის განვითარებული, ჯერ ისე არ არის რომ იმას აქნას რა ქვია. ყველაფერი გიპასუხოს. ესე იგი იმას მოუწოდებ ადამიანს. ადამიანს მოუწოდებ რომ გამოიყენეო, ხო რა. და შენი გონება და ის არ გააძრიო. ხო. ბარემ ისიც მოუწოდოთ ადამიანებს რომ ChatGPT გამოიყენოთ, ცუდად რო გახდებიან, ექიმთან არ მივიდნენ. ცოტა ხანში მაგასაც მოგიწოდებენ ალბათ. რა ვაი დაიმართა მე რა ვიცი, ვაი აიმართა. ვაი, ვუი. რეაჯანდაბა. რა სიხო? მე რა ვიცი შვილო, რომ ცოტა გოგიტყო. მე რა ვიცი, ვუმ. მოახლავი. რა სიხო? ეხმავით, მე ხმაზე არ მივიდი. მე რა ვიცი რა სიხო? ხო, და ელემენტარული რა ვიცი. ყველას თავისი აზრი აქვს და ყველას თავისი ისა აქ რა ქვია. მაგრამ ელემენტარული შენ დაჯდე რომ ChatGPT-ს კითხო ყველაფერი გინდა კვებაზე იყოს და გინდა ნებისმიერ რაღაცაზე გარი ნამდვილად სისულელე რა რო ტვინი აღარ უნდა გაამოძრაო ელემენტარული რომ დაწერას რა უნდა დავწერ და ის ამომიგდებს და გავაკეთებ გარი უმსგავსობა უნარობა ტვინი ხომ გააქვს ადამიანი ის ტვინი გაამოძრავე რა თუნდა ის რა ქვია ChatGPT მსხალშიო ისო რამდენი კალორია იმ მსხალი თქვათ სიტყვაზე ერთი მთლიანს ნუ შეჭამ თქვათ სიტყვაზე ნუ შეჭამ გაჭერი ორად ორი ნაჭერი შეჭამ ის მსხალი თქვათ ორი ნაჭერი აუცილებლად ChatGPT-ს უნდა ვკითხო მსხალში რამდენი ის არის კალორია რა იცი სწორად მითხრენ ChatGPT-მა დარწმუნებული ვარ რა არის კი მე იმას არც ვაძაგებ და ცუც 100 წელი არ ვიტყვი ადამიანზე მაგრამ ნამდვილად ზიხარ და შენ ChatGPT-ს თქვი და ChatGPT მოგიწოდოს ყველაფერი იმას უნდა კითხო კვების დადგენაც
ელემენტარული სიტყვაზე რას გააკეთებ, როგორ ისაუბრებ, რანაირად ისაუბრებ. ყველაფერი იმას უნდა გითხო და ეგ არის ძალიან ცუდი მოვლენა ნამდვილად. აი მე იმნაირი ისამაგრე ჟოგა. რა არის გიორგი? სათიბი. ისი? სათიბი მანქანა როა იქ? სადა? გესა? ხო. რომ ესე რომ მიდის? ხო. მე მაგ ხელა ხმა არა. მაგ დიდი ხმა აქვს, როგორ არა აქვს. ხო და. ნუ არ ვიცი, რა ვიცი. თავის საქმესა თვითონ იციან, ვინ როგორ გააკეთებს, მაგრამ მე ნამდვილად თავის საქმე თუ ვინმე მართლა გააკეთებს, მართლა შტერი ყოფილა ბოდიში ხალხო ამ სიტყვაზე. მართლა შტერი ყოფილა რა. თავის საქმესა თვითონ იციან, ვის როგორ უნდა ისე გააკეთებს გიორგი, მაგრამ ნამდვილად ჩემი აზრით ეგ სისულელი. ეგ არის სისულელი, მართლა შტერი ყოფილა ვინც გააკეთებს. ყველაფერი ChatGPT-ს ვერ შეეკითხები ელემენტარული. ესე იგი, შენ სიტყვაზე ვიყოთ, ბავშვებსაც უკვე დაშვებული იქნება ცოტა ხანში ChatGPT-ით იაზროვნოს და გამოშტერდებიან ბავშვები. ის უკვე არის მაღაზიებში, უკვე შემოდის ნელ-ნელა იმას აშვება, რა ქვია. დისტანციურად უნდა გადაიხადო. ცოტა ხანში გამყიდველიც არ იქნება საჭირო. ხო, ისა, დისტანციურად იყდი შენ თვითონ. ტუკ, ხო. ხო. ცოტა ხანში ისიც აღარ იქნება. ცოტა ხანში ადამიანის საერთოდ საჭირო აღარ იქნება. იქ ის იქნება კონსულტანტი. ხო. მაკდონალდსებში ზოგ მაკდონალდში ხო შემოვიდა რობოტი, თავისი დრო მოაქვს. ხო. და რაღაცას რო შეუგვეთა. ხო. კატასავით რო. ხო. ხო. რა, ცოტა ხანში ის აღარ იქნება. აღარაფერი ადამიანის საჭირო აღარ იქნება. აღარაფერი და ისთვის არის ადამიანი, ისთვის უნდა იყოს. მე სამსახურები საერთოდ აღარც იქნება და ხალხი გაღარიბდება. ხო. თუ რობოტები დაასაქმნეს ეს ყველგან. ახლა რობოტმა იბრახუნოს იმაში რა ქვია. რობოტი რომ მოგადგება იმას. რაღაც მაღაზიაში შეხვალ და არჩევ რაღაცა და მოგადგება. ადამიანის მაგას რობოტი და ჩემი ძლია და ხარო. გაგიხეთ გულს იმხერა რაღაცა რო სხვათა შორის ლეგენდინო რობოტები და იგენების გავსი რაღაცები ChatGPT და რაღაცები ჩინეთის მოგონილია. არა, ნამდვილად ყველაფერი ChatGPT-ს არ უნდა გითხო. შენ თვითონ უნდა იარაღო. მაგდენი არ იცის? ტვინი იმდენი გაქვს. ჯერ ისე განვითარებულიც არ არის, მაგდენი არ იცის? ხო, ტვინი უნდა გაქვს. ტვინი არსებობს. რო ის ტვინი ამოძრავ. რობოტზე უკეთესი ტვინი გაქვს თან. და თუ ტვინი არა გაქვს, საერთოდ რობოტსაც არაფერი არ უნდა გითხო. ახლა რაღაცა ხელოვნური ინტელექტს უნდა გითხოთ ყველაფერი. ყველაფერი დამატებულია ჯერ ეგეთი ჯერა და ჯერ ტელეფონებიც რო ახალი გამოდის, იმებსაც ემატება. ხო და ხო. ახლა კიდე ფასი არის. ფასი თქვადი. ფასიანი არის, იმაგან ფასიანი არის თან ჩვენთან გვირია დედა. ChatGPT თუ უფასო ცხო არის. უფასოც არის, მაგრამ უფასო დიდად არაფერი იცი. ხო და უფასო მახომეო და უფასოდ რო იმას აშვები, უკვე მაგიწეს ყველაფერს. ბევრ ამეს. კითხვები, კი, მესმის. უნდა იყოს განვითარება რაღაცა მაგრამ ყველაფერი ნამდვილად რო ყვებაც იმა შეგიდგინოს და ის რა ქვია ექიმი რაღაცთვის უნდა ან დიეტოლოგი რაღაცთვის დაგჭირდება ელემენტარულად თუ ChatGPT-ს ავკითხეთ ყველაფერი. აი რა თქმა ისთვის გინდა. აი თქვა ახლა ChatGPT-ს შევეკითხები. აი გული ამიფრიალ და მეკნი მტკივა ხალხნო რამდენი ხანია ხო გამიცივდა იმაში რა ქვია სამსახურში არის ვენტილატორები ჩართული გამიცივდა რომ იბერას ხო იმას უნდა შევეკითხები აბა ChatGPT-ს რა უნდა იმას აქვს რა ქვია როგორ მოვიჩინო ის არ მივალ ექიმთან კბილი მტკივა არ მივალ კბილის ექიმთან აბა იმას ვკითხავ რა უნდა გავაკეთო მას რისთვის დაგჭირდება ექიმი? მას ყველაფერზე იმას ექიმი რა საჭიროა მას? ხო,
კვების შედგენაც იმას ვკითხოთ. კვების ის არა ქვია. რაღაცას რო ვიყიდით ხო? იმაზე შეფუთვაზე ხო აწერია რამდენი კალორიაა, რამდენი ცხიმი აქვს, რამდენი ისა აქვს რა ქვია. ენერგეტიკული ღირებულება რამდენი აქვს. რისთვის აწერია ის მაშინ? დააკვირდით და წაიკითხე რაღაც ChatGPT-ს ვკითხო ახლა. და ChatGPT-ი ჯერ ეგეთი რა იცის. პომიდორს რამდენი ისა აქვს რა ქვია, კალორია. და ჯერ ეგეთი კალორია პომიდორს არ აქვს. ვაშ, მსხალს რამდენი კალორია აქვს? მსხალს კალორია კი არა, მსხალი ვაშ და ეგეთი ყილები არის შაქარი. მე რა კალორიაა იმას ვკითხე რა ვიცი. უბოდია მე რა ვიცი, თვითონაც არის ის რაც ნაბობს გორი. გებიცები რა, ამ ინტერნეტმა ხალხს გაარეკინა უკვე. ცეთუთ უნდა გამოუხტო. ყველაფერი თუ ChatGPT-ს ავკითხე რომ რამდენი კალორია, რამდენი ისავქრათ, რამდენი ესავქრათ, რამდენი მას სუფრას რო გავშლის ხარ ChatGPT-ს შევეკითხე რამდენი კაცი რამდენი ჭირდება და მე სუფრად გამოვჭედები. ხო, ტვინს აღარ გავანცრებ. ხო. ყველაფერი თუ მაგას კითხე კი ნებისმიერ რაც საჭიროა შეიძლება შეიკითხო კიდეც. რეცეპტი შეიძლება დააწერინო რაღაცის, მაგრამ როგორც რო იმას აქნა რა ქვია, ჭამაზეც იმას კითხო, ეხლა ChatGPT მიკონტროლოს რა ვჭამო და რა არა. მე კონტროლზე კი არ არის გიორგი, უბრალოდ ექიმიცა ის რა ქვია, დიეტოლოგი რისთვის არის. უბრალოდ შეიძლება იმას აქნა რა ქვია, ჯანდაბას გამოიყენე, მაგრამ ნუ მოუწოდებ სხვას. შინ გამოიყენე. ხო, სხვას ნუ მოუწოდებ. აი მაგაზე ეგ არ მაგაზე მეშლება ხოლმე ხალხო ნერვები. სხვას რო რაღაცაზე მოუწოდებენ. სხვას ნუ მოუწოდებ. შენ გააკეთე. შენ გააკეთე, რაც გინდა ის გიქნია და ხალხს ნუ მოუწოდებ. შეიძლება ის წამალი ელემენტარული სიტყვაზე. მე ახლა დეტოქსიო და რაღაცებს რო გააკეთე მე ხოლმე. და ხალხს ურჩევენ. შეიძლება შენ მოგიხდა და სხვას ნუ არ მოუწოდებ. ნუ რაფერზე ნუ მოუწოდებ სხვას, ხო? დეტოქსი კი არა უნდა გითხრა იცი ელემენტარული. რას ვცახოთ ზაღანა რა. ისაო რა ქვია. ორას ხაცელი დაო. აი ახლა მართლა მჭირდება ChatGPT. ChatGPT ხანდახან კი ჭირდება ხოლმე რომ ტვინიდან თემა მოვივარდება. ხალხნო. რაზე აი მე გებაიც ალაპარაკ აი ესე ურთიერთობა გქონდეს პირდაპირ. ურთიერთობა კი არა, ხალხო დღეს რა მომივიდა სამსახურში. ხვეიტა ვატრიალებ იმას და თავი ხეთქე იმას. კედელს. და აქ ის არა ქვია კოპი. აგე. აი მე რა მინდოდა გიო. ელემენტარული ისაურა. მე რა ვიცი რაღაცა თქვი, აღარ ვიცი. უბრალოდ არ არის ლამაზი რომ სხვას რაღაცაზე მოუწოდებ. არ ვიცი ხალხო რაღაცა მინდოდა თქვა და ამომუვარდა თავიდან. არ ვიცი აი ხანდახან გამომარტერებს ხოლმე რაც ხარ. აი ის არის რა ქვია. ხანდახან გამოსტერების სტადიაზე ვართ ხოლმე ადამიანები და ChatGPT-ს თუ მივენდეთ ყველაფერზე მივეჯაჭვით, მართლა თლად გამოვტერდებით. სკოლა რისთვის არსებობს მას ყველაფერი ChatGPT-ს თუ გითხეთ, ა? ან ექიმიერისთვის არის რისთვის არის მოგონებული ექიმი? ხო, აი ის მინდოდა თქვა. თქვათ, გული მტკივა. ChatGPT შევეკითხები ნეტა რა აი რა პოზი, რა ფორმის გული მაქვს, რა ზომის გული. რა მჭის, რა დავემართა. მე ტყვის. რა წამალი უნდა დავლიო. მე ტყვის კორსიზი დალიე კარგიაო. კორსიზი კი არა. iPhone-ს რო ის აღარა აქვს ხალხო. რა ქვია, მეხსიერება ხო აღარა. კითხა მეთქის ChatGPT-ს რას დამიწერს. იმასთან უნდა მეიტანო რა ქვია. ხელოსან პროგრამისტთან უნდა მეიტანო. მე მიწერე შევხედო ეგ მეწყო ვიცი რომ ხელოსანთან უნდა მეიტანო. ხელოსანთან და მაგას რო ავწდე ის როგორ გავაკეთო და ხელოსანთან უნდა მეიტანო. მე ეგ მეწყო ვიცი რომ ხელოსანთან უნდა მივიტანო.
გორა უნდა ჩართო რანაირად უნდა გამორთო რანაირად უნდა ქნა აი რაღაცა მინდოდა თქმა ფიქრობ ახლა სულ იმაზე ვფიქრობ ეგრე იყო ჩვენი საქმე მე რა ვიცი ყველაფერი თუ იმას კითხე ნამდვილად სისულელი ჯანდაბა შენ შეიძლება კითხო ვინც ლაპარაკობს შეიძლება იმ კითხოს მაგრამ სხვას არ უნდა მოუწოდებდე ეგ არის ყველაზე მეტად გასაბრაზებელი სხვას არ უნდა მოუწოდე შეიძლება რაღაცას აკეთებდე კლდიდან ვარდებოდე მაგრამ სხვას არაფერი არ უნდა მოუწოდო ჩარდიბიდი მეტყვის ეხლა და ნამეტანი დაღლილი ხარო ხო და დაწექი და დაისვენეო მეტყვის ნამდვილად მეტყვის ისევ დავიღალე დღეს დილას მოვედი ყველაფერი თუ მაგ ChatGPT-ს ვკითხეთ ხო ერთხელაც იქნება და იქ ChatGPT კარგად გემრიელად გვაგინებს მე გვეწყინება არ გვეტყვის ChatGPT გაანძრიეთ ტვინი მე რას მეკითხები ყველაფერსეო არა სიტყვაზე ვიყოთ ახლა დღეს მოვედი სამსახურში ვიყო ორნაისადილი გავაკეთე ბოლო კიდე მეორე გავაკეთე ძეხუსნიანი წვნიანი ოსტრივით გავაკეთე მე სამზარეულოში ჭურჭელი დავრეცხე მივალაგე ისე მასქენი რა ქვია სარეცხი დავრეცხე მე კი არა მაგრამ მანქანა გაფენახო უნდა მე კიდე რა გავაკეთე რა ვიცი სარეცხი დავფინე დღეს თელი დღე აი არ დამჯდარა აი ახლა შემოვედი და დავჯიქი 5-10 წუთი და ერთი 15-20 წუთი კიდე ჩემ ნათესავებში ვიყავი ყავადალია ხო ხო მე კიდე მეძინა სხვა არაფერი აი დილას უკან საჭმელს ბორში გავაკეთე ხარ ხო საჭმელს იმხელა დრომი აქვს ერთი 9 საათზე მეტი უნდა საჭმელი რომ ჯერ დაჭრა მერე გააკეთო მერე ისა გაგძელდება საცხა ო საჭმელს ბევრი დრომი აქვს დალაგებასაც ბევრი დრომი თუ უთხარი ახლა ChatGPT-ს რომ ჭურჭელიანერად დავრეცხო და პოლიანერად მოუწვინო ისე როგორ დავრეცხო ჭურჭელი რო არ დავიღალო ისე როგორ დავალაგო სახლი რო არ დავიღალო კითხოთ ყველაფერი და ტვინები არ გავანძრიოთ და ვიყოთ ისე გამოქლიავებულები ტვინები არ გავანძრიოთ ტვინს რა საჭირო ტვინის განძრევა გიორგი მე ისე მწყურია წყალი ახლა და დიდი შემოვდავლები ნაბეღლავს ნაბეღლავს კი დავლებდი მე ციტრონს დავლებდი ხო ოღონდ კოკა-კოლა არ მინდა სხვა არა წვენი მინდა რაღაცა რა ვიცი ის წვენია წვენი უბრალოდ გაზიანი არა უბრალოდ წვენი ცივი აქ მორჩა ახლა იქიდან დაიწყო მინერალური წყალიც კარგია ცივი ახლა დავლები დიდი სემული ჩამოკურკულები კურ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 კурკურკурკурკurკурკur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 kur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 
შავე წყალი პირდაპირ ჩვენ აქ ჩამოვიდა. ჩამოვით ეს ეზოში. ეზოში. აღარ წავით ეს არსად. იყოს აქ. ვაიმე რა კაი იქნება. ყოველ დღე გამოვიდოდი დავლევდი. ყოველ საათში. ყოველ წამში. რაჭაში როცა ვარ თორმე ხალხო მიტასულები ახლა იუთუბერობა რაც დავიწყოთ ისე არა ყოფილა. იუთუბერობა კი არა საუკუნე არა ყოფილა ვარი იქ ბავშვობაში დავდიოდი. ხო და ელემენტარული რაჭაში რომ დავდიოდით ხო. უბრალოდ წყალს კი არ ვსვამდით აი ამ წყაროს წყალი არა რაღაცა დალი. არა. იმას ვსვამდით სულ. შავი წყალს უბრალოდ წყალი არ დაგილებია იქა ხო არასოდეს. არ მოწონს სხვათა შორის მე ის უბრალოდ წყალი. ის წყაროს უბრალოდ წყალი. რაღაცა იქებოა. ის წყალი უფრო მოგწონს. მის ჯობია რა ქვია მინერალური. მინერალურ წყალს ვეწაფებით და ვეწაფებით რა. გაზიანი წყალი. ხო მინერალური. ის არ მოწონს, წყაროს წყალი არ მოწონს. არ ვიცი, არსად არ მოწონს წყაროს წყალი, სადმე რო წავშულ ვარ და დამილევია, ხო? არა, საერთოდ არ მოწონს. მინერალური წყალი მოწონს. მოწონს. იცი რატო არ მოგწონს გიორგი? ის მინერალური რო არის წყალი აღარ გინდა და იმით. მინერალური არა, გემო არ მომწონს იმისი, გემო. რაღაცა იგემოა. ნაი გემო კაცო, გემო. არა, წყაროს წყალი არ მომწონს. გლახარ. აბა ის ჩვენი იმის წყალი ჯობია, ხო? კი. აქვია.
კი, ნანეტანი იცი რა რა კაი ქვია? მოგდის, იმნაირ ონკარის. გლახა გემოვაკრო. იმნაირ კაი წყალი მოგდის ხალხო გემრიელი რო რა ვიცი. მინერალური წყალი მოიყოდე გურ. აი ეგრევე რაფსო. გურ. ეგრევე რაფსო კაცო, ეგრევე რო როფსო იმაში მიიდის. მიდაპირ. რაში? ცხვირში. და ვიძობი. გასი ძალიან მიდის ცხვირში. მე მარტება მე. გოეძინება. ახლა ხუთმეტი წუთის თვალები დამახუჭია და დამაძია. 4 დღეს აგერიალად მეძია. დავიხარე, დღესაც დავიხარე. სულ იღლები რა, ყოველ დღე ვიღლები. ამ საჭმის კეთილ მომოცა მოვიდა გულია. აუ რა. ასე მალე არ უნდა დავიღალო, კაცო რა. რა, რეალზე თეთრდება ხოლმე. ხელი. დინტიკი. ბაზანაში მინდა შესულა. ცოტა 5,000 წუთი თუ არ მივისწვი. ბაზანაში კი არა, ის არის რა ქვია. მივისვენო. ნაყიდობის ვიდეო რო გადავაკეთე. მეტი საქმე არა გაქვს თუ ვიღაცამ დაწერა. რაზე? მე რა ვიცი. მეტი საქმე მე კი არა, შენ არა გაქვს ვიღაცა. რატო რა გქონდა? მეტი საქმე არა გაქვს თუ. რა საქმე უნდა? არ ვიცი, სხვა რაღაცა ვერ მოიფიქრა და ეგ დაწერა. დაწეროს და იყოს. მეტი საქმე მე კი არა, მეტი საქმე ამას არა, მე რომ იცი და მიცეს რაღაცა უასრულებს. საქმე თვითონ არა აქვს და სხვა ციგორია. ეგ უსაქმურობა მიცის. წუხალი ვიდეოც რო გადავიღეთ, ხო, ის ნაყიდობა. სერიალს უყურეთ და რომელი იყო? 9-ის ნახევარი იყო სამშობლოზე რო წავედით. ხო, რამე. და 10 წუთი იყო რომ მოვედით. თუ 10-ის ნახევარი. ნახევარი. ხო. ამ შორეგზაზე წავედით და მოვედით. ვინა ჩვენა ვართ უსაქმურები და მეტი საქმე არა გვაქვს. მეტი საქმე არა გაქვს თუ და მეტი საქმე. ჩვენ გვაქვს საქმე, მაგრამ უსაქმურობა მეგიცის უაზრო კომენტარების წერა. უაზრო კომენტარებს რო წერო, წეს და მოწმე. ცოტა გიწერის ის საზამთრო იყო. საზამთრო იყო. ყვითელი საზამთროა. საზამთრო არის თუ ნესვიო და იკითხა ადამიანმა და საზამთრო ეგეთი ის არის რა ქვია. ჯიში. სახეობა. ახლა მწვანეც არის, მწვანე გარსიანიც არის. ყვითელი შიგნით. ყვითელი ოღონდ შიგნით ყვითელია. არა, ეგ ნესვი არ იყო საზამთრო. საზამთროა. ჩემოთმილო და ტკბილო. მსგავსი ნესვიც არის. ხო, მსგავსი ის ნესვიც არის კი. ნესვ კი გავს. ხალხო, მაგრამ საზამთროა. საზამთოა, საჟანთო. სხვათა შორის წითელ ჯობია გენრიელია. არა, კაი იყო, მაგალითად მე მომეწონა, მაგრამ რა ვიცი, წითელს იცი. კი, ელი მომეწონა, ცუდი არ არის, მაგრამ წითელს სხვა გემოზე უფრო ჭამდა. არა, სხვა გემოზე კი არა, წითელი უფრო ტკბილია ვიდრე ეგ. ხო, ჩემი აზრით. წითელი უფრო ძალიან ტკბილია. წითელს უფრო საზამთროს გემო აქვს. ხო, მაგას არ აქვს საზამთროს გემო. არა, აიცი რაღაცა. მაგას განსხვავებული გემო აქვს. აიცი რაღაცა ტროპიკს ჭამ რა ეს. ხო, ტროპიკული. ოღონდ სხვა თურმე ეგ საიდანმე კი არ ჩამოდის, რა საქართველოში მონავალა, კახურია. კახურია. კახური ყოფილა. მე მეგონა საიდანმე შემოტანილია თქო. აი, აწერია იქ ხო. კახურიო აწერია. კახური აწერია. კახური საზამთრო. ფერადი საზამთრო კახური. მე მეგონა შემოტანილია თქო, საიდანმე თქო, მაგრამ არა ყოფილა შემოტანილი. კახური. ისა კურკა შემოტანილი გიო და აქ დათესილი მე. კაიგე? შეიძლება. ხო, კურკა საიდან არის შემოტანილი. თესლი. სხვათა შორის ის არის რა ქვია. ჩოლებრი წითელი ნაძვისხე თქო, ნაძვისხერა შუაშია. ნაძვისხე კი არა რა ქვია. ახალწელზე ნაძვისხის სათამაშოები გვინდა რა. მანქანა მინდა ყიდვა და სახლის. ნაძვისხის სათამაშო. ხო, შემოტანილი. სხვათა შორის შემოტანილია, სხვათა შორისო და რა ვიცი, შემსავით გაიჭედე. რა ქვია, კაცო? ნესვი. გუშინა დავჭერი, რა ქვია? საზამთრო. ხო, ჩვეულებრივი მწვანე საზამთრო, წითელი შიგნით რო წითელია, ეგეთი ფორმის არის, ოღონდ ის არა აქვს. ზოლები. ხო. ზოგს არა. ზოლები არა აქვს. ზოგს არა აქვს ზოლები. წითელი უფრო მუქი წითელია. ეგ საზამთრო სამხრეთ აზიაში გვდის. აი მე
ხალხო თუ გახსოვთ ადრე აი ესეთი ხალხი რო ჩამოვიდა უზბეკები თუ უზბეკები კი ხო უზბეკურისა და რა მაგა ჩოლებრებია გიორგი მოგძოები იყო გიორგი აი ამ სიგძეები ცოტა მოგძოები იყო და აქ ხომ გვალი არის საქართველოს მოგძოები იყო რა ვიცი თუ ეგრე მახსოვს ეგრე მახსოვს ცოტა მოგძოები იყო და რო გაჭედი რაგბის ბურთის პონტის იყო ცოტათი ახლა ძალიან ოვალი ხო ვაიმე გემრიელი იყო გიორგი დანასო დაადედი გიორგი დანასო ერთი წყალი რო შეხებოდა დანას კლაცაო გასკდებოდა იმ წუთში ვაიმე ტკბილი წითელი რა ვარ ჭარხალი ჩაოლებრივი წითელი იყო მაგარი მუქი წითელი გიორგი აი გემრიელი რომ მოჭრიდი და გემრიელა შეჭამდი ვაიმე რა გემრიელი მართლა კაი ახლა დიდი სამოჭრიდი ახალსაზამთრო ხო და ელემენტარული მართლა კარგი გემრიელი საზამთრო იყო თან აი ესეთი ხალხი ყიდიდნენ ასე გორა ედგა ხოლმე გაკეთებული ისინი ნაძვის ხესავი და ბოლოში ერთი ძალი ედოთ ზემოდა ხო ნაძვის ხეს პონტით იყო მანქანაზე ხო მანქანები დაცლილი ხო იყო ჭამული ბაზარში ისე ხო ასე სამკუთხედად რუდევს ხო და ის არის აქვია პამინდორი რო გაჭრიდი პამინდორს ადრე ჩემ ბავშვობაში რო გაჭრიდი პამინდორს იმენაირი კარგი სუნი გაუვიდოდა პამინდორს წითე ახლა რო გაჭრე პამინდორს ისინი არის წვანი ისეთი იყო წითელი და რო გაჭრიდი გიორგი პამინდორის სუნი გადაგატრიალებდა ისეთი გაისუნი გუში რო თქვი ვარდისფერი პამინდორი არ მიყვარს ვარც მე არ მიყვარს რო ეთმა დამიწერა ვაიმე რაცა წვანილი როგორ არ მიყვარს წვანის დაჭრიდი წვანილის უნახავს გახდებდი ისეთი კაი წვანის კი არა ნესრუ სახლში ადრე შემოიტანდი ჩემ ბავშვობაშიც სახლში რო შემოიტანდი ნესვის სუნი ტრიალებდა სასამთროსაც რო გაჭრიდი ხო ლიმონს რო სახლში დადებდი ხო ლიმინის სუნი გავარდებოდა ისეთი რო რა ვიცი პიტნას რო დადებდი ისიც სუნი გაუვიდოდა ხოლმე ხო ქინც რო დავჭრიდი გიორგი ხო სუნი გაუვარდებოდა ხოლმე სახში სუნი იდგა აი ჩვენ რო კიტრები მოგვდიოდა მაშინში რამდენი 100 კარტა რო მოქონდა კიტრები ხო გახსოვს მაშინ კრებავდა ჩვენ ვერაბძებინით ქვეყანას მოკრებავდა ხოლმე მე რა ვიცი მე ჩავიდოდი ვერ მძებნი ზადი ხო მე რა ვიცი ზადი ბალებოდა ხოლმე ხო შევიდოდი დილით გვიდოდა თქვა შუა დღეზე გვიდოდა კიტრის მოუხიჯა ვერაფრით ვერ ვიპოვიდი კი მოვიდოდა სამსახურიდან ჩემი მეუღლე ქმარი და შევიდოდა ერთი მე რატო არ შემოდიხართ რატო არ აკრებავთ ხოლმე ამ კითხვას გაბუჭდებოდ ყვილა ჭამეთო და რა ჭამე რა ვკრებავ ვერ პოულობდი მოკრებას რა უნდა თორე და ჭამას თავარი იპოვი იცი რამდენი ერთი დიდთას გამოიტანდა ხოლმე ხო ქვეყანა მოკონდა დაჟი თასში ზაღაჭადიოდა ხო და მე კალთით მოკონდა ხოლმე ხო აი წარმოგიდგენი იმდენი და მე რო გაჭრიდი რა მაგარი სუნი ხო და გემრიელი იყო ხალხო რა ვიცი მე ამ ბოლოს არც ავწამლიდით არც არაფერი დავასხავდი ზამთარში კიდე ახალწელზე რო კიტრს ვიყიდით ხოლმე და რო გავჭრი ხო იმის სუნი აქ რა ქვია თევზის კარტევზის სუნი პამინდორს აღარ ვიყიდი ახალწელს ვაიმე რა არა ვჭამდა ტყილა ყველა არა ვჭამდი და რა დებილური პამიდორი იყო რეზინა არის წარიელა მე კიტრი ცუდია და სუნი აქ თევზის ყולה ფული უნდა გადაყრით და ის არის რა ქვია ტყილა რპევა და ყრით მე ხო რაც არ იჭმევა გეფიცები საერთოდ სახში არ უნდა გავაკეთო იჭმევა ჩვენთან ტოლმა ბლინჩიკი ახლა მინდა ბლინჩიკების გამოცხობა კიდეთა ბლინჩიკი გაჩეჩილი კიდე რა ვინეგრეტი გრეტი რა ვიცი აი ესეთ სალატი ოლივიე ხო რა თქმა უნდა ორნაირი ოლივიე მაშინ ის ხვით რომ გავაკეთეთ ისა იმ დღეს სალატი ვაიმე ის სალატი მინდა ახალწელზე ხალხო გავაკეთო ძეხვი არ გამიკეთებია ძეხვის გავუკეთე არა გათამი გავუკეთე ძეხვიც ვიყიდე მაშინ ძეხვითაც მინდოდა მაგრამ გათავით უფრო მომეწონა ის არის აქვია
უნდა გავაკეთო ახალ წელზე ეგ სალათი. ხო ვიდეოც ხო მაგ გადაღებული ხო გახსოვთ? გავიწ. აი მე და გავიწდა რა ნეირია. არ დამავიწყდა. სიმინდი გავუკეთე. ის გავუკეთე რა ქვია, კარტოფილი, მოხარშული. სტაფილოც რო ჩაახიხო, კარგი იქნება. კიდე რა გავუკეთე? ქათამი გავუკეთე. ბულგარული. ხახვი. სხვათა შორის მაგას კამაც მოუხდება. არა მქონდა მაშინ დამავიწყდა თორე შეიძლება მაგის კამითაც გაკეთება. კინძით შეიძლება ცოტა კინძით ჩააჭრა. მან პილპილი ცოტა პილპილი გავუკეთო. მაიონეზი აურიე და ის არის რა ქვია. კიტრიც გავუკეთე მწნილი. ხო, მწნილიც. კიტრის მწნილიც არა ხო. ისე მწნილიც და კიტრიც დავაჭერი. ისე კიტრიც დავაჭერი მე. ხო, მე მგონი დავაჭერი თაღან. არა. ისე კიტრი არ დავიჭრია. ისე კიტრიც მოუხდება. არა მწნილის ჯობია უკეთესი. არა, მწნილიც და ისეც მოუხდება ორივე. სხვათა შორის მაგის გაკეთება თუ მარხვაზე ხარ და ქათამი არ გინდა რომ ემასაკნა რა ქვია. აურიო. შეგიძლია სოკო ჩაანაცვლო. კი, სოკოთიცაც კაი იქნება. უნდა იყიდო სოკო და გაუკეთო სოკო. ერთი სოკოთი უნდა გააკეთო მეორე იმით. ერთი სოკოთი მეორე იმით რა ქვია. ქათმით. იგივე პრინციპი, როგორც სოკო უნდა დავუმატო. კარგი აზრი არის. ჩაინიშნეთ ხალხო. არ დავავიწყდეთ, შემახსენეთ მე. ხელის გული მიფხანება. რომელი მარცხენა? ხო და აი კიდე რაზე მინდოდა საუბარი აი ახლა. კიდე იქ სახში ფიქრობდი სამზარეულოში. ტელევიზორთან ვიჯექი და ვფიქრობდი აი სიკეთეზე მინდა საუბარი. ხვალი დღევანდელი დღეც რაღაც სიკეთეზე მინდა საუბარი და კიდე რომ არსებობენ ეგეთი ადამიანები. კეთილი ადამიანები კიდე არსებობენ კი არა. კეთილები მუდამ იარსებებენ და სიკეთე გადაარჩენს დედამიწას მსოფლიოში. კი, აი ეგ მაგაზე მინდა საუბარი და ძალიან მართლა მაგაზე მინდა საუბარი. კაი თემა იქნება გასახილველად. 100% არის კეთილი. უმრავლესობაში არიან კეთილი ადამიანები. აიცი რა არის 100%-ით არიან კიდე ღმერთს. უმრავლესობაში არიან. ხო. 100-ით კი არა უფრო მეტითაც. კიდე რა უნდა გითხრა? ღმერთს მადლობა რომ არსებობენ და არიან მართლა და მარტო ის კი არ არის რომ რაღაცას ჩაგირიცხავს. გულითაც რომ არიან ტკბილები და ნორმალური გულით რო გიყურებენ. ხო, გიყურებენ და უბრალოდ რომ ზედმეტად სიტყვას გამოიჩენენ შენს მიმართ. აი იმაზეც კარგი იქნება საუბარი ნამდვილად და აი ძალიან მარტო ის არ არის რომ ფული ჩამირიცხა ვიღაცამ და ის კი მარტო ეგ არ არის და ვიღაცამ საჩუქარი გამიკეთა ეგ არ არის მარტო თავარია ადამიანი აი იმაზეც ვლაპარაკობ რომ ის არის რა ქვია გულით რომ ეგეც იკეთია ვიღაცა საჩუქარს რო გაგიკეთებს იმიტომ ნებისმიერი რაღაცაზე ვამბობ იცი რა მინდა თქვა ყველა სიმადლობელი ვარ იცი რა მინდა მოიწყდი დამა ღმერთმა ყველას მისცეს იცი რა მინდა თქვა ეგეც დროს რო იმასაშრება გამოყოფს და რო უნდა რომ რაღაცები იყიდოს მაღაზიაში ეხლა იაფი ხო არ არის რა თქმა უნდა იაფი არაფერია და ფულები კიდე იმებზე არ არის რა ქვია ხეებზე რო ყოველ დღე იმასაკნეს რა ქვია მოკრიფოს და იყიდოს რაღაცეები და იყოს კარგი აზრია მოვიგონეთ ხილის ფული თქო ფულის ხე ხო და მაღაზიებში რო დადის თავის დროს რო იმასაშრება რა ქვია კარგავს და შენი გულისთვის რო მაღაზიებში დადის და რაღაცეები იყიდოს რო და იმასაკნეს რა ქვია ამხელა ყუთს აკეთებს ახსოვხარ დანა ის ახსოვს რო რა გიყვარს ხო ფულს ხარჯავს თან კიდე ფულს ხარჯავს პლუს ამანაც აკეთებს ყუთს აკეთებს კიდე იმაში მიაქვს პოსტაში რო გამოგიგზავნო და იმ პოსტაშიც რო ფულს იხდის რო შენ რო ჩამოვა შენთან შენ არ მოგიწევს ფულის გადახდა ხო და მხოლოდ აღება აიღო ხო მარტო და კიდე იმას რო იძახის რომ ვერაფერი ჩავდეო ბევრი ვერ ჩავდეო ხო ეგ ერთი
ხო რაი რამდენი თითზე ჩამონასთვალი კი არა, რა ვიცი, რამდენები არიან ღმერთი. 1 2 3 და 4 ჩარიცხვაზე ვიძახი. ფული 4 ადამიანმა ჩაგირიცხა უკვე. მე 4 ხო 2 გოგოა და 2 ბიჭი ხო ეგა ხო და დანარჩენი და დანარჩენები რომ ტკბილ სიტყვას კომენტარებში რომ წერენ სხვათა შორის ნიბეცია შეიძლება კომენტარი არ დაწერონ და კაი ეგეც ის არის სხვათა შორის რომ თავისი დროს ხარჯავენ რო გიყურონ კი მისმის და რეკლამასაც რო უყურებენ რომ შემოსავალი გქონდეს კი ნამდვილად მეც მაგას ვიძახი და ყველა სათითაოდ უღრმესი მადლობა აი ყველას გვიყვარხართ და რა ვიცი ყველას პატივს ვცემთ ყველას ნამდვილად არ არის ცოტა რაღაცა ელემენტარული რაღაცა ხო თამთელა მარაო მაგ სიტყვაზე იმას ვქნათ ვიძახი ელემენტარული დაჭიდე და 1:15-20 წუთი შენ ხო ხანდახან 1 საათია ხანდახან 1 საათი ხო 1 საათი აბა უსმინი ადამიანს შენ რაღაცა უაზრო ხანდახან ისეთ რაღაცას იმავს ვქნი რომ შეიძლება სუგონება საერთოდ არა კი არა გონება კი არა უბრალოდ რომ შეიძლება დაჯდეს ყურებითაც არა შეიძლება საქმე აკეთოს და გისმინოს ჩართული ყავდე და უბრალოდ გისმინოს კი შეიძლება სადმე მიდიოდეს და გისმინოს იმაში რა ქვია ყურსათმენებში კი მესმის კი შეიძლება უბრალოდ ღამე საწოლში რომ დაწვება და მოგისმინოს ხო გაუხეთ გული მე რა ვიცი გაუხეთ ადამიანს გული იმ ხელაზე ვიკივლე რომ ტელეფონის გადავაგდე სადღაცო ოჯახის წევრები ჩემოთ ახ შემოვიდნენ იმ ხელაზე ვიკივლე ხო და უღრმესი ყველას მადლობა აი როგორ გამოვიხადოთ მადლობა აღაბიძე აი როგორ უნდა დაუბრუნო მაგ ჩვენ ადამიანებს აი ვინც ნორმალური არიან და ვინც მართლა გული შეტკივა ჩვენზე აი როგორ უნდა ჩვენს გამომწერებზე მაგ გვაქვს იმ არანორმალურებს საერთოდ კი ნებისმიერ გამომწერებზე ვიძახი აბა ვიძახი ელემენტარული სიტყვაზე აი როგორ უნდა დაუბრუნო მაგრამ აი დრო ალბათ მოვა რომ ეს სიკეთე გადაიხდებათ უფლისგან თითოეულ ადამიანს თითოეულ ეს სიკეთე დაუბრუნდებათ ნამდვილად მე მჯერა მაგისი რომ უფალი სიკეთეს გამოიჩენს მათ მიმართ და რა ვიცი აი კიდე აი როგორ გაუნა ვთქვა მადლობა აღარ ვიცი რა ვიცი ხო რა მინდოდა თქვა იმ დღეს რომ მოგესალმები იმ დღეს რომ იმას ავქენი აქვია დეპრესიაზე რომ ისაუბრე და იმას ავქენი ძალიან დიდი мотиваცია მომეციო და მადლობა მაგისთვის დიდი მადლობა შვილო გაიხარე გამრავდი და იმის რაც ეგ მოვისმინეო შენგანო ისე გადიოდ გარეთო ვითომც არაფერი აღარავის ყურადღებას აბა ეგრე უნდა გააკეთო ჩემო კარგო არავის ყურადღება საერთოდ არ უნდა მიაქციო არავის არ უნდა მიაქციო საერთოდ ნათესავიც რო იყოს ხო და ნათესავმაც რო გითხრა გაუში დაანებე თავი ერთ ყურში შეუშვი მეორეში გაუში საერთოდ ყურადღება არავის მიაქციო თავარია უფალს უყვარდე შენ ოჯახს და პირველ რიგში შენ გიყვარდე შენი საკუთარი თავი როგორიც ხარ და უფალს უყვარდე უფალმა როგორც გაჩდი ისეთი უყვარდა შენ დედიკოს ხო უყვარხარ მამას უყვარხარ შენს მეუღლეს უყვარხარ შვილს უყვარხარ ხო და შენი თავი გიყვარს შენ და ვისი რა საქმე ახლა როგორი იქნები ყველა გამხდარი ვერ ვიქნებით ყველა ის ვერ ვიქნებით რა ქვია კიდე ლამაზი ყველა თეთრკანიანი ვერ ვიქნებით და ყველა ის ვერ ვიქნებით რა ქვია დიდარი ხო ზოგი ისეთი თავარია შეიძლება გამხდარიც რო ვიყოთ გამხდრები რო ვიყოთ გამხდრებსაც ვითხარ და როგორი გამხდარი ხარ ფიცარი ვითახარო თავარია გული კონდეს სუფთა ხო გული კონდეს სუფთა ღმერთთან იყო მართალი შენ საკუთარ თავთან მე ღმერთთან იყო მართალი და მე კიდე გული კონდეს და ცუდი არავის უსურვდა და გარეგნული ლამაზი სული უნდა გქონდეს გარეგნობა არაფერია გარეგნული სილამაზე საერთოდ მეორე ხარისხოვანია და ვინც მაგას იძახის საერთოდ იმას არც სული აქვს ლამაზი არც გარეგნობა და არც ტვინი
ტვინ გამორიცხილები არიან და ტვინი არ აქვს თავში და სხვას რას მოუწოდებენ მაგას ვერ ვხვდები. ხო და არ უნდა იყოს. ტვინ გამორიცხილს რა ადამიანს. ყურადღება არ უნდა მიაქციო. არ უნდა მიაქციო შვილო ყურადღება, უნდა გახვიდე და გაიარო. ხო, წადი. ტვინი რო არა აქვს. გაიარე. ილაპარაკებს და გაჩუნდება. ენას ძვალი აქვს, არა აქვს. ყოველთვის ილაპარაკებენ, მაგრამ არ უნდა უყუდო. გაიარე, წადი. კომპლექსები და იმაში ვარდები დეპრესიაშიო. ჯანმრთელობა, რისი გულისთვის უნდა დაიავადო თავი და რისი გულისთვის უნდა. ვიღაცის უმსგავსი. ვიღაცა უაზროს გულისთვის, ხო? უნდა ბოდიში ამ სიტყვაზე დაიკიდო. ბოდიში ამ დაიკიდო რა. ბოდიშს გითხოთ, ჩემო ძვირფასებო და ტკბილებო. უნდა დაიკიდო. უყონდა მართალ ვიზახი. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. უნდა დაიკიდო ყველა. ყველა უნდა დაიკიდო და შენ თავს მიხედო. და შენი თავი იმას ახლა რა ქვია. мотивация მიეცე შენ თავს. ხო. რატომ უნდა ჩავარდე ვიღაცის გამო დეპრესიაში და რატომ უნდა მოიკრა თავი? დეპრესიაში რატომ უნდა ჩავარდე მართლა ვიღაცის გამო? არა დეპრესია, შეიძლება დეპრესიაც არ არის ეგ და უბრალოდ გაკომპლექსებს ეს ყველაფერი და ხდები ცუდად. შეიძლება ეგეც არ არის, მაგრამ სულ არ სიამოვნებს ესეთი რო ვარ, მაგრამ რა ვქნა? ვარ და რა ვქნა? ხო არ მოგ ყველა გამხდარი ვერ ვართ, ჩემო კარგო. ხო, ყველა და ყველა ვერ ვიქნებით ის არა ქვია, ვინმეს მოსაწონი. მოვიკლა ახლა თავი ვიღაცას არ მოუწონვა. აი დარდი. თუ არ მოწონვარ, გზახსნილია. მიბრძანე საიდანაც მოვიდა. არ ვაკავებ. თამით უმეტეს მე ისეთი ადამიანი ვარ, რომ არავის თუ არ მოვუნდივარ და თუ არ მოვწონვარ, ხო? აი დარდი. დავაი დაახვიე საიდანაც მოყვედი, ხო? თავარია უფასო ყარხარ და შენახლობელს უყარხარ და და თავარია კიდე პირველ რიგში მე მიყვარს ჩემი თავი ისეთი როგორიც ვარ. კი. აი თქოში შეუშვი მეორეში გავუშვი. გული კონდეს სუფთა თავარია თუ არა. რა მჭირდება აგვინი როგორ და ჯერ ეგეთი ადამიანს მოკითხვის მაგერად იმას ნათესავი მეუბნებაო რომ ჯანმრთელობისთვის არ არის კარგი და ისაო რა ქვია უნდა გახდეო რა არის რას გავხარო თან ეს მითხრაო ფურას გავხარო რომ შემოვიდაო და მის მერე აღარ შემომიჯი სახში აღარ უშვებო არა შემოუშვა ეგეთი ნათესავი კი არა საკუთარი დედა არ უნდა შეუშვა სახში და ნათესავი ვინ მიგდია თან ფურა ლაპარაკია ხო და ეგეთი არც ნათესავი გჭირდება და არც მეჟობელი კიდე გაუშვი ნეგატიური ადამიანები საერთოდ ცხოვრებიდან უნდა წაშალო და მაშინ იქნები იდეალურად და ყველაზე ბედნიერი იქნები მაშინ მოდი ახლა კი დავიმშვიდობოთ და რომ ხელს წავედი წავედით ისე არა 53-ზე ვარ შე 1 საათიანი არ გვინდა არ გვინდა 1 საათიანი უყურებ ხო და ელემენტარული რა ვიცი რა ხანას ვიცი. მივედით ხანას მას მოვედით მაგრამ მადლობა კიდე არ იყო საჭირო იმიტომ რომ მე გითხარი რომ არ უნდა მიაქციო ყურადღება არ ეგეთ ხალხს არც ნათესავს და არც არავის გზაში თუ შეხვდება ის ნათესავი ყურადღება არ მიაქციო ვითომ თუ უცხო ადამიანია და ის თვითონ იხვდება რომ დიდი შეცდომა დაუშვა აი გიორგი ზოგი ვერ წახდება არა ზოგი კი ვერ მიხვდება მაგ ყველაფერს რომ როგორ შეცდომას უშვებს და შეიძლება როგორი ზიანი მიაყენოს ადამიანს ფსიქიკურად და მორალურად და ჯანმრთელობას რომ სხვისი აი როგორ გითხრათ სხვის ჯანმრთელობას რომ შეიძლება ზიანი მიაყენოს მაგას ზოგი ვერ ხვდება იმიტომ რომ ტვინი არა აქვს ტვინი რო კონდეს მაგას საერთოდ არც არ იტყოდა მაგრამ რას ვიზავთ ვერაფერს ვერ ვიზავთ ჩვენ თავებს ჩვენ თვითონ უნდა მივაქციოთ ყურადღება საერთოდ უნდა იმას ავქნათ რა ქვია თუ შეამჩნევ მაგალითად მეგობარსაც თუ შეამჩნევ რომ ცუდად გიყურებს ცუდი თვალით გიყურებს საერთოდ დაანებით თავი ჩამოიშორე ჯობია უკეთესი იქნება და თუ იმას იზავს რა ქვია ყურადღებაც არ მიაქციო უბრალოდ ჩამოიშორე
ჩამოიშოლე მაგრამ ვლაპარაკობ ჩამოიშორე ხო და მიხვდება თუ მართლა ტვინი აქვს და თუ მართლა ოდესმე მეგობარი ყოფილა ის მიხვდება რატომ გააგეთ მაგრამ ზოგი რო ვერ ხვდება საქმე სწორედ მაგაშია ხო და სიკეთე ყველას ჩაცმას და იმას აკონტროლებენ კიდე რა ქვია ჩემი და მიდაარიო და ავტობუსში იმაში ვერასურავ ავტობუსიო ვიღაცები გამოუხტებიან ხოლმეო შესიო გამოუხტებიან ვიღაცა ისინი რა ქვია ბებრები აღარ მინდა ეხლა რო სიტყვები ვთქვა ბებრები გამოუხტებიანო მოხუცებიო ერთხელ ავედით მე და ჩემი დაო მარშრუტკაშიო ავტობუსიო და ვიღაცა გამოგვიხტაო ვიღაცა ბებერიო მე მითხრაო შენ ამ სისქე ხარო რაც გავხარო ამას რა აცვიაო ბოდიში და ბუზურად აცვიაო ხოდა ისაო რა ქვია ბოდიში ხალხო თქვენთან და არ უნდა მეთქვა ეს სიტყვა მაგრამ თქვი მაინც და ბოლოს მე რო იმას აკნაო რა ქვია ჩასვლას რო აპირებდაო მოგვაფურთხაო და იმას ავქენიო რა ქვია მე ჩავედიო და ჩანთა მოვარტყიო და ჩანთა ჩავწევ კარგი გიქნია ჩანთა მაშინ კი არა ჩასვლისას კი არა რო დაიწყო ლაპარაკი მაშინ უნდა მოგეკნიეს იპათში ხო და ის არის რა ქვია ყველას ჩაცმულობას აკონტროლებენ იმას აკონტროლებენ რა ქვია ზაფხულში კიდე ვერავინ ვერ ამოიხუთება ამათი გულისთვის ჩემი მიშვილისთვისო არ დამე საერთოდ ისაო რა ქვია საერთოდ არც მიმიქციაო იმის უფლებაო რომ მოკლე კაბები ჩაეცვაო ის უბედური იმას თუ შვილს ეს გრეა კომპლექსები და მთლად გამოშტერებული იქნება იმის შვილი ჯერ თვითონ როგორი აღზრდილია და როგორი მშობლის ის არის და მე კიდე თავის შვილი აღა იქნება ინტერნეტში ბევრი ვიდეო იდება ხოლმე ხალხო ყველას ჩაცმულობას ესენი აკონტროლებენ ბებერი კაცები კიდეო ისაო რა ქვია მაღლა კი არ იყურებიანო ავდივარდო ჩემდას უყურებენო იმაშიო რა ქვია ფეხებზეო ой მაგათ პატრონს მაგაცას არც უნდა მიაქციოთ მაგათ მაგათ არის სიმღერა ბებრები ატეხი ახალგაზრდებს რა უნდა უთხრა ბებრები ატეხილი გეუბნებით მართლა ბებრები არის უფრო ატეხილი და ისა რა ქვია და ისაო რა ქვია TikTok-ზეო და YouTube-ზეო ახალგაზრდების იხართო და მათხოვრობდო და ითხოვდო შეუბედურო ბებრები ითხოვენ YouTube-ზე ჯერ ვინ ითხოვს და რომელი ახალგაზრდა გინაყია ან TikTok-ზე რო ითხოვდეს და მათხოვრობდეს და ზარმაცდით ეს ახალგაზრდობა ჩვენ კი დავზარმაცდით შემართლა ზარმაცო ახალგაზრდები კი დავზარმაცდით თქვენ ბებრები დაზარმაცდით რომ გარეთ გასვლა აღარ გინდათ და ინტერნეტი ისწავლეთ და შევობრძანდებით და იმას აშვებით აქ ყველა მოხუცი არ არის ერთნაირი გიორგი ზოგი კარგი არის მაგრამ ჩვენ გვასწავლიან იცი რა არის ჩემო კარგო ჩვენ გვასწავლიან იმას რა ქვია ახალგაზრდებს ჩვენ გვასწავლიან მორალს და მორალს გვიკითხავენ და ჩვენ გვასწავლიან ჭკუას და თვითონ ბევრ მოხუცს ასწავლიან ჭკუა და ზრდილობა ზოგმა თვითონ არის ის ზრდილობა ავტობუსში რო ზიხარ მაგალითად ერთხელ მე ქალაქის ავტობუსში თბილისის ავტობუსში არ მოგიყევი არ გითხარი შეიძლება გითხარი კიდეც ვზივართ და ეს არა მე და ჩემი ერთ-ერთი მეგობარი ვზივართ და ვიღაცა მოხუცი ამოვიდა და ხმამაღლა თქვა ჩვენი მისამართით თქვა ახლა ვინმე წამოდგებოდეს თუ ზრდილობა აქვს და დამსვავდესო მე მეუბრუნდი ქალბატონო შენ რატო უნდა დაგხვა აქ როცა ადგილები უკან არის თქო არა და უკან ადგილები იყო ჩვენს უკან ადგილი იყო რატო უნდა დაგხვა თქო ბილეთი მე ავიღე მე ზივარ სკამზე თქო ხო უფლება მაქვს რომ სკამზე ვიჯდე თქო რატო უნდა დაგითმო ისაო თქო რა თქო ახლა ცარიალა რო ყოფილიყო ცარიალა რო არა ყოფილიყო კიდე შეიძლება ხო მაგრამ უკანო ცარიალა იყო ჯერ ეგეთი მე რომ მიკითხავთ ჩვენ რო გვიკითხავთ მორალს და
ჩვენი მისამართით რო რაღაც სიტყვებს ისვრით და ზრდილობა ჯერ თქვენ ისწავლეთ თქო და მე სხვა ჩვენ გვასწავლეთ თქო. წავედი ახლა ხალხო დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. კარგად იყავით, მაგრად იყავით. და რა ვიცი. რა გითხრით? Bye.